გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით Saint Francis კოლეჯში და აქ ვართ ETI Holding-თან ერთად. Გამოვყევით და დაგაცვალიერებინეთ კაპლს. ახლა დაგაცვალიერებინებთ კლასებს. ჩვენ ვიმყოფებით მე-6 სართულზე, სადაც გვიტარდება გაკვეთილები და დღეს უკვე გვქონდა ორი გაკვეთილი გვაქვს დღეში, თითო საათი ნახევარი და ახლა დაგაცვალიერებინებთ ჩვენ საკლასო ოთახებს გავყევთ. ეს არის გარემო, სადაც უფრო დიდ ჯგუფებს უტარდებათ გაკვეთილები. როგორც უკვე გითხარით, დღეში გქონდა ორი გაკვეთილი, ხოლო აი ეს არის გარემო, სადაც გაკვეთილებს შორის პერიოდში მისვენებდით, ხოლო ეს არის გარემო, სადაც მივირთმევდით ლანჩს. Saint Francis კოლეჯში ყოველ კვირას იმართებოდა pizza party, სადაც ერთად ვატარებდით დროს როგორც ქართული ჯგუფი, ასევე სხვა ეროვნების მოსწავლეების და მასწავლებლებიც. ამით დასრულდა ტური, სადაც გაჩვენეთ Saint Francis College in United States და ახლა კი გადავალთ ინტერვიუებზე, ჩამოვართმევ ბავშვებს ინტერვიუებს და ასევე მასწავლებლებს. This is Amy, our teacher in the embassy summer, and I would like to ask her some questions. First of all, how are you, Miss Amy? I'm doing pretty well today. Thank you for asking. How do you like the Georgian group? What can you say about them? Well, it is my first time getting to know so many Georgians at the same time, and I love how outgoing they can be. They definitely make my class livelier. Yeah, so it's really nice, especially when there's other students who are quiet or don't want to participate. We are always like, hey, can I say something? Yes, so I can say I'm definitely glad to have you guys in my class. We are glad to have you as our teacher. Thank you. ეს არის მარიამ წულკიძე, ეს არის ანასტასია ბერიძე, ეს არის დათა ვოლქვაძე, ნინი გორაძე, ნიკა ჭანტურაია, ჯობა ელენი. ეს არის ანა მოსიძე, ეს არის დემეტრე ფუკარაძე, ეს კი არის სავა დავითაძე. ეს არის ლუკა აბაშიძე. გამარჯობა ელიზაბეთ. როგორი მოლოდინები გქონდა და რამდენად გამართლა შენი მოლოდინები? მოგესალმებით. ჩემი მოლოდინები ნამდვილად გამართდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ აი აქ ბევრ ამას ვისწავლიდი და გავიჩენდი ახალ მეგობრებსაც და ასევე მეყვავდა კარგი მასწავლებლებიც. ამ ბანაკში ვატარებ ძალიან კარგ დროს. სწავლის მხრიდანაც და გართობის მხრიდანაც, ასევე გავიჩინე ძალიან ბევრი ახალი მეგობარი და ვისწავლე ძალიან ბევრი ახალი რამ ამ ბანაკიდან, რაც მომავალში ჩემთვის იქნება სარგებლიანი. პირველ რიგში ჩემი მოლოდინი იყო, რომ კამპუსი იქნებოდა ძალიან ლამაზი და გახდებოდა ჩვენი ბავშვების კომფორტული ზონა. გაკვეთილები იქნებოდა ზედმეტად კრეატიული და მასწავლებლები იქნებოდნენ ძალიან კარგები და ყველა ჩემმა მოლოდინმა გაამართლა და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კამპუსით. ამ სკოლასთან დაკავშირებით მქონდა ძალიან დინები, ველოდი რომ გამომჯობესებდი ინგლისურ შევიწევდი ახალ მეგობრებს და მოვყავდი რაღაც განსხვავებას ყოველდღიური სწავლისგან. თუმცა მოლოდინი მომდევნო გადაჭარბდა ამას. ყოველთვის მქონდა ისეთი გაკვეთილები, რომელიც იყო სახალხო და მოყედა თავდაჯერებულობას, მასწავლებლები იყვნენ ძალიან მოტივირებულები და ეს გვეხმარებოდა ჩვენ ყველაფერში. ასევე მადლობა ETI-ის და MBC Summer Schools, რომ მოგწონს შესაძლებლობა წამოვსულიყავით ამერიკაში და ჩვენი თავიდან მოგვეჩინა და ძალიან გეგმიერი ვარ, რომ გავიარე ეს გზა. ძალიან კარგი მოლოდინი მქონდა აქ მყოფ ხალხზე და ველოდებოდი კარგ განწყობას და კარგ სკოლას და გამართლა ჩემი იმედები და ძალიან უნდა საქაურობა. კარგი გარემოა, იმდენად მრავალფეროვანია, რომ მეგობრებიც მარტივად გავიჩინე, მასწავლებლებთანაც კომუნიკაცია გამომარტივდა და რაც განათლებაც მივიღე, ძალიან გამომართა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინგლისური უფრო დავხვეწე, კომუნიკაციაც უფრო გამომარტივდა სხვა ადამიანებთან და ძალიან გავერთე ყველასთან. It's მოდიოდი, სადაც მეშინოდაგან არავის არ ვიცნობდი, მაგრამ თან გავიცანით ნაკლები ბავშვები, ჩვენც ძალიან კარგი ბავშვები, თან გავიცანი, მეგობრებიც გავიჩინე და მასწავლებლებთანაც დავახლოვდი. დღესაც მოდიოდი, მეგონა ბანაკი, რომ სადაც მოსაწყენი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი კარგი არის, ნიუ-იორკმაც გაამართლა და
შევირგე აქ ყოფნა. Dan როცა აეროპორტში მოვედი, არც ერთ ბავშვს არ ვიცნობდი, მაგრამ და ჩემი მოლოდინი იყო, რომ ვიქნებოდი მარტო ოთახში, გამარჯობა ნახევრის ვეტყოდი ბავშვებს და ეს იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ კარგად შევეჩვი ამ ბავშვებს და ჩემი მოლოდინების არ გამართლა. მე მეგონა, რომ მარტო სული ვიქნებოდი ოთახში. ანუ უკეთესი გამოვიდა რა. ასე ვთქვათ. ეხება სწავლას ყველა მასწავლებლმა მეწონა განსაკუთრებით რობერტ. ძალიან კარგი მეგობრები გვაქვს. ავამაღლეთ ჩვენ ინგლისური მშენებლობა და ყველაფერი და განსაკუთრებით მის ერთ-ერთი მოსწავლებელი მეწონა ჩვენი მექსიკელი ძმა რობერტა. თავიდან სანამ ნიუ-იორკში ჩამოვიდოდი, სხვა მოლოდინები მქონდა. თავიდან მეგონა რომ უფრო ტური ანუ სამოგზაურო ტური იქნებოდა და არ იქნებოდა საგანმანათლებლო სკოლა, მაგრამ ჩემი მონადილები არ გამართდა და უფრო საგანმანათლებლო სკოლა არ მოხდა. კმაყოფილი ბრუნდები ბათუმში, იმიტომ რომ გავიცანი მეგობრები. ერთ-ერთი არის იო. სხვათა შორის ასეთ სწავლას არ მოველოდი, მეგონა ძალიან თავისუფლები იქნებოდით გაკვეთილზე, მაგრამ რეალურად ტესტებსაც წერთ ინგლისურის გაკვეთილზე, speaking-ით, writing-ით და ანუ ისეთი რაღაცები, რასაც ინგლისურის გაკვეთილი მოითხოვს. ამიტომ ორი კვირის შემდეგ მე ვბრუნდები მაღალი დონით, უფრო მაღალი დონით და მიხარია რავი. ძალიან მეხმარება ეს ორკვირიანი პროგრამა. პირადად მე ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა, რადგან ანუ როგორც ნიუ-იორკი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქია. სწავლა ძალიან კარგი მასწავლებლებია. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მასწავლებლია რობერტო. ჩემი მენია მაგი. და ძალიან კარგი სწავლების სისტემა აქვს ჩემი აზრით და ძალიან ყოფილი ვარ და ძალიან გამიხარდა, რომ ასეთ კარგ ხალხთან ერთად წამოვედი ამ კოლეჯში და ასევე კარგი ხალხი გავიცანი. So this is Nathan. I'm Nathan. From Belgium. I'm from Belgium. And Nathan, how do you like the Georgian people? I see that Georgian people are like very, in the respects. Like respect, nice, no bad jokes about others, like really respect, and they say hello to you, they come to you, They're chivalrous, not like the Brazilian. They're chivalrous with you, they're nice. So I would like especially of Zura. He's really very in the respect, the love of each other, and I think it's brave people from Georgia. I really think it, actually. Thank you so much. And I also want to ask you, what do you think about this camp? This camp, I think it's fun, and it's great because I would never have imagined to meet Georgian people, Kazakh people, Brazilian, Taiwan, and you make friends around the world. So if I ever go to one of these countries, I will have contacts. Yeah. Thank you so much. ერთ-ერთ მასწავლოს არაერთ საზაფხულო სკოლაში ხართ ნაყოფი და მაინტერესებს რითი გამოირჩევა ეს საზაფხულო სკოლა, რა მოლოდინი გქონდათ და დაამართლოთ თუ არა. სამი ანასტასია, მოჩვენეთ აღნიშნე რა თქმა უნდა, 14 წელია რაც იქ ჰოლდინგის პედაგოგი გახლავ ვარ და ყველა ზაფხულს ბავშვები დაყავს სხვადასხვა ქვეყნებში. წელს როგორც მიგეხსენებათ, ვიყავით ამერიკაში, ნიუ-იორკში და მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ჩვენი მიწმა ამ ქვეყანაში. სწავლება მართლაც გამოირჩევა სხვა სკოლებისგან, ასევე გამოირჩევა ყველა აქტივობა, რომელიც სწავლების შემდეგ გვაქვს ხოლმე და თითოეული ასე ვთქვათ აქტივობა ახალი ამერიკის აღმოჩენაა ჩვენთვის. დავდივართ ყველა დღეს სხვადასხვა ადგილებში, ვეცდებით ამ ქვეყნის კულტურას, ვეცდებით ამ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, ვიღებთ ძალიან ფოტოებს, ვიზიარებთ ჩვენს მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს და რა ვიცი, მივდივარ ძალიან დადებითი ემოციებით ვბრუნდებით საქართველოში. დღეს მქონდა ასე ვთქვათ დასრულება ამ კურსის დავასრულეთ, მივიღეთ სერტიფიკატები, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვმა მიიღო უმაღლესი შეფასების სერტიფიკატი და ეს მართლაც ჩვენთვის ჰოლდინგის თითოეული პედაგოგისთვის და ხელმძღვანელობისთვის და მე ასევე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ითია ჰოლდინგის ხელმძღვანელს ქალბატონ ირინე ხაშელიას, რომლის მეშვეობითაც და რომლის ასე ვთქვათ ძალისხმევით ჩვენ დღეს ყველანი ვიმყოფებთ და ვღებულობთ ამ დიდ ბედნიერებას და ვეზიარებთ ამ ქვეყანას ამ სასწავლო გარემოს და რა ვიცი, მართლა ბედნიერი ვარ, ამოყი ვარ, რომ მოგვიწევა შესაძლებლობა ამ
გუნდის წევრი ყოფილიყავი და ბავშვებო თქვენთან ერთად მიყავს სემონება, რომელსაც ვეუბნებთ დღე. ასე რომ გემში თუ ვიდროებით, მაგრამ ჩვენ მინდა გითხრათ, იცი აიღო დიდი ამჭრება. ძალიან ბევრ სურპრიზს გთავაზობთ კიდე ძალიან ახლო მომავალში, ასე რომ დაგველოდეთ და მინდა ასევე დავსინო, რომ ძალიან განათლებაშია, იცი აიღო დიდი ყოველთვის თქვენს გვერდზე იქნება. ქონდა სახელისო გაკვეთილები, რომელთა ფარგლებში ამერიკელ და სხვა ეროვნების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ქართული კულტურა გავაცანით. გაკვეთილის განმავლობაში ვიმღერეთ ქართულად და ასევე შევასრულეთ ქართული ცეკვები და ასევე, რა თქმა უნდა, გავიცანით სხვადასხვა კულტურას. გარდა ამისა, გაკვეთილების დროს მასწავლებლები გვაძლევდნენ დავალებებს, რომელთაგან ზოგში ვიდეოების გადაღება გვევალებოდა და აი ერთ-ერთი მაგალითი დავალება იყო, რომ გვეჩვენებდნენ პრობლემები ნიუ-იორკში და მათი გადაჭრის გზზე. What's happening? You gotta pay up. Why? Everybody's got problems. Why? Everybody's got problems. No. Okay. If you ever decide to come to New York, you should consider that the weather is really unpredictable. In summers, the weather is really hot, sweaty, and humid. But one day you might be wearing shorts. The other day you might have to wear a jacket. Because it might rain. რაც შეეხება სასტუმროს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი პირობები გქონდა, ოთახები სრულად იყო აღჭურვილი და იყო ძალიან მყუდრო. ხოლო რაც შეეხება საუზმეს, ყოველ დღე გქონდა ძალიან დიდი არჩევანი. ეხლა კი გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის ექსკურსიები. ყოველ დღე განსხვავებული ექსკურსიები გქონდა ნიუ-იორკში. ვეწვიეთ Empire State Building-ს, თავისუფლების ქანდაკებას, Brooklyn Bridge, Manhattan Bridge, Greenwich Street, Little Italy, Soho და კიდევ სხვა მრავალ საინტერესო ადგილს. ასევე ერთი დღე გავატარეთ Coney Island-ზე, Luna Park-ში, რომელიც ყველას ძალიან კარგად დაგვამახსოვრდა, რადგან იყო ძალიან სახალისო დღე. ასევე გქონდა ერთდღიანი ტური ვაშინგტონში, სადაც ვეწვიეთ თეთრ სახლს, კაპიტოლიუმს და ბევრ მუზეუმს, რომელშიც ერთ-ერთი არის NASA-ს მუზეუმი. პროგრამის დასასრულს, რა თქმა უნდა, გაიმართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სასიხარულო მომენტი მთელი პროგრამის განმავლობაში. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი უმაღლესი შეფასებით და ამავდროულად, რადგან ეს იყო ჩვენი ბოლო დღე ამერიკაში, ამის გამო ცოტათი მოსყენილებიც ვიყავით. ბოლოს კი მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ETI Holdings-ამ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ ინა ხაჟალიას ამ შესაძლებლობისთვის და რა თქმა უნდა არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადაუხადო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელებს ნინი ბოლქვაძეს, თეა მდივნარაძეს და ქეთი ხაჟალიას იმ შრომისა და სიყვარულისთვის, რაც ჩადეს, რათა ეს ორი კვირა ჩვენთვის ნამდვილად დაუვიწყარი ყოფილიყო. ძალა განათლებაშია.
That's just the way you